სინეხიები, სასქესო ორგანოების კანის შეზრდილობა. ამ ვიდეოში ვისაუბრებთ სინეხიებზე როგორც ბიჭებში, ასევე გოგონებში. მოდით გოგონებით დავიწყოთ. ეს პრობლემა ისე ძალიან ხშირად არ გვხდება. საშუალოდ ის გვხდება 0-დან 6 წლამდე, ასაკის გოგონების დაახლოებით 1%-ში. აქ, რა თქმა უნდა, უკეთესად ამაზე ჩვენზე უკეთ გინეკოლოგები და მეანები გიამბობენ. მაგრამ რა უნდა ვიცოდეთ ჩვენ, როგორც დედებმა, საბაზისო და საძირკველ საკითხებიდან. სინეხიები, ეს არის ისეთი შემაერთებელი ქსოვილის შეზრდილობები, რომლებიც შეგვიძლია დავინახოთ, თუ გოგონას სასქესო ბაგეებს ოდნავ გავხსნით. თუ შესაბამისად ამ სასქესო ნაპრავს დავინახავთ, ყველაფერი კარგადაა, მშვენივრად და შესანიშნავად. მაგრამ თუ შევამჩნევთ ასეთ შემაერთებელ ქსოვილოვან ძაფებს, მაშინ სინეხიების არსებობის შანსი არის და დიდი ალბათობით სინეხიები მართლაც გვაქვს. რა არის მნიშვნელოვანი, რომ ვიცოდეთ? ყველაზე ხშირად ეს ყველაფერი თავისით გადადის, მაგრამ ზოგ შემთხვევაში იყენებენ მედიკამენტურ პრეპარატებს. ანუ ახლა, რამდენადაც მე ვიცი, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ბავშვებში ამ მდგომარეობების სამკურნალოდ ოპერაციული მეთოდები არ გამოიყენება. ახლა იყენებენ ჩვეულებრივ გელებს, რომლებიც ოდნავ ათხელებენ, არბილებენ და ეხმარებიან მათ მოცილებაში. ამიტომ ნუ ინერვიულებთ, ყველაფერი კარგად, მშვენივრად და შესანიშნავად იქნება. რაც შეეხება ბიჭებს, აქაც დაახლოებით ანალოგიური მიდგომაა. ანუ ჩვენი მთავარი ამოცანა არაფერს შევეხოთ. ადრე რუსეთის ფედერაციაში რეკომენდირებული იყო ეს გაწერვის, გამოჩიმის და გადაჭერის მსგავსი მოძრაობები. ექიმები, კოლეგები დედებს ურჩევდნენ ბავშვის სასქესო ორგანო ყაბაზანაში კარგად გაეტყოთ, ხომ ასეა? ამის შემდეგ ეს ყველაფერი უნდა გაეცელათ, თითქოს ამ სინეხიების ცოტათი გაწევა შეიძლებოდა და ასე ბავშვის სასქესო ორგანოს თავის გამოჩენას დააჩქარებდნენ. მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილია, დიქცია, სიცრუე და პროვოკაცია. რადგან დღესდღეობით თანამედროვე წყაროები ამბობენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ სინეხიების გაწევა. რადგან ფაქტობრივად ყოველი გაწევა წარმოადგენს ერთგვარ მიკროტრაუმას, რის შედეგადაც ეს ნაზი სინეხია ტრაუმის გამო შეიძლება უხეში ნაციბუროვანი შეზრდით. ანუ წარმოიდგინეთ, თუ სახაზავით მუდმივად ასე ხელს გაიხეხავთ, თავიდან გაჩნდება პატარა ნაკაცრი, მერე უფრო ღრმა ჭრილობა და შემდეგ იქ უკვე ნაციბური ჩამოყალიბდება. ამიტომ თუ არ გსურთ, რომ თქვენ შვილს ჩამოუყალიბდეს ნაციბუროვანი ფიმოზი სასქესო ორგანოზე, ბავშვის სასქესო ორგანოს არ ვეხებით და ამ პრივილეგიას მთლიანად ბავშვთა უროლოგ ექიმს უთმობთ.